არა სიმბოლო, არამედ სისხლი და ხორცი. ბევრი ამტკიცებს, რომ საღვთო ლიტურგია მხოლოდ გახსენებაა, ხოლო პური და ღვინო ხორცისა და სისხლის სიმბოლოებია და არ გააჩნიათ არავითარი ღირსება. დაიმახსოვრე, ეს სიმბოლოები კი არა, ნამდვილი სისხლი და ხორცია, ქრისტეს სისხლი და ხორცი. რა თქმა უნდა, ამის გამო შესრულებული საიდუმლო ძალზე დიდია. საღვთო ლიტურგია. საღვთო ლიტურგია მთელი ღვთისმსახურების გულია. მის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა და ღვთის სასუფეველში შესვლა. ეკლესია ეს კოსმოსური ხომალდია, რომელიც ზეცაში მიგიყვანს. და იცი რატომ? იმიტომ რომ აქ სრულდება მსხვერპლად შეწირვა. მსხვერპლად ეწირება ქრისტე, ღვთის კრავი. ის გთავაზობს საკვებს, რომელიც გაჯილდოებს სამუდამო ცხოვრებით. მე ვარ პური ცხოვრებისაი, რომელი მოვიდეს ჩემ და არა შეოდის და რომელსაც რწმენეს ჩემი არასა და სწყუროდის. არაფერი არ არის ღვთისთვის სათნო ისე, როგორც ეს მსხვერპლი. ის იღებს მას და გვაძლევს თავის კურთხევას და წყალობას. და აი რატომ? ცნობილია, რომ კაცობრიობა ასწდა გზას და ჩავარდა ღვთისადმი დაუმორჩილებლობის ცოდვაში. როდესაც დიდია ცოდვა, შესაბამისად დიდი იქნება სასჯელიც. დანაშაულის შეგრძნება აიძულებდა ადამიანებს გადარჩენის გზის ძებნას. ყველა დროში ხალხი ცდილობდა მიეღო შენდობა ღვთისგან მსხვერპლშეწირვის საშუალებით. მსხვერპლად სწირავდნენ ცხვრებს, ძროხებს და საკუთარ შვილებსაც კი. მიწა შეიბღალა მკვლელობებით. მსხვერპლად სწირავდნენ თავიანთ ძეებს და ასულებს, ამბობს წინასწარმეტყველი. იყვნენ ისინი შეწყნარებულნი? არა, დანაშაულის გრძნობა რჩებოდა. საჭირო იყო ერთადერთი უსასრულო ღირებულების მსხვერპლის შეწირვა, რომელიც შესაბამისი იქნებოდა ღვთის სამართლიანობისა და რომელიც სურდა ღმერთს. მაგრამ სად ეპოვა ცოდულ ადამიანს შესაბამისი მსხვერპლი? ვერსად. მას ვერ ნახავდით ვერც ცხოველებსა და ვერც უდანაშაულო ბავშვებს შორისაც კი. დედამიწის ზურგზე არ მოიძებნებოდა არაფერი, რასაც შეეძლო გამოესყიდა ადამიანის დანაშაული. მაშინ ღმერთმა თვითონ მისცა ხალხს საჭირო მსხვერპლი. მან გამოგზავნა დედამიწაზე თავისი მხოლოდ შობილი ძე იესო ქრისტე, როგორც ერთადერთი შესაძლო შესაწირავი. ის მსხვერპლად შეეწირა გოლგოთაზე. ის იყო უდიდესი განუსაზღვრელი ღირებულების მსხვერპლი. ძე ღვთისა მხოლოდ შობილი ეწირება. იგი უცოდველი იტანს სასჯელს იმიტომ, რომ შენდობილ იქნან და გადარჩნენ დამნაშავენ. ნუ თუ ეს არ არის სიყვარულის გამოხატვა. ყოველ ლიტურგიაზე ხელახლა იწირება ის ერთადერთი მსხვერპლი. ხელახლა იკვლება ქრისტე და ეწირება მსხვერპლად ჩვენთვის და ჩვენი გადარჩენისათვის. წმინდა ტრაპეზზე თვით ქრისტეა. სულიწმინდა გადმოდის სამსხვერპლოზე და პურსა და ღვინოს გადააქცევს ქრისტეს სისხლად და ხორცად. მსხვერპლშეწირვა შესრულდა. და ღმერთი ხელახლა იღებს მას. თავის ძის მსხვერპლად შეწირვით გვაძლევს შენდობას და იმასაც, რასაც თხოვთ ამ მომენტისათვის. გეკითხებით, ეს სიმბოლოა? არა, სრულდება ნამდვილი საიდუმლო. სეფისკვერი. სეფისკვერს ხანდახან ლიტურგიასაც უწოდებენ, იმიტომ რომ მის გარეშე ლიტურგიის ჩატარება შეუძლებელია. შეწირვისათვის საჭირო რომ იყოს ოქრო და ალმასების სადუშოვიდით. აი რატომ გამონახა ღვთის უდიდესმა სიბრძნემ ეს უბრალო მეთოდი. პური ნებისმიერ სახლში მოიძებნება. იგი ტაძარში მოტანილი იქცევა ქრისტეს ხორცად. ხედავ რა დიდი პატივის ღირსი შეიძლება გახდეს შენი სახლი. წარმოიდგინე რომ მეფე დათანხმებულიყო შენი გამომცხვარი პურით დაეპურებინა თავისი შვილები. აივსებოდი სიამაყით. როგორი სიფრთხილით გამოაცხობდი და მიიტანდი სასახლეში. აქ კი ყოველივე ამას ამზადებ თვით ღვთისთვის და იგი იღებს შენს წვენს. ნუ თუ ეს არ არის საოცრება. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ეს. მოწიწებით არჩევდნენ საუკეთესო ხორბალს და საკუთარი ხელით ფქვავდნენ მას. ჰქონდათ სპეციალური საცერი და მოსაზელი სეფისკვერის მოსამზადებლად. ცოლი ომის მოზელისას ლოცულობდა. ეს საქმიანობა დიდი მოგრძალებით სრულდებოდა. მაგრამ დახარჯული ენერგიის შესაბამისად ღმერთი თითოეულს აძლევს ჯილდოს. ასე რომ ადამიანო, როდესაც შენი სეფისკვერი გადაიქცევა ქრისტეს ხორცად,
მითხარი ეს სიმბოლოა? მოხსენიება. სეფისკვერთან ერთად საკურთხეველში ვაგზავნით ჩვენი ცოცხალი და მიცვალებული ახლობლების სახელებს. რატომ? კვეთის დროს ჩვენს მიერ შეგზავნილი სეფისკვერიდან ამოღებული ნაწილები თითოეულ სახელზე თითო იდება წმინდა ფეშხუმზე. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, ანგელოზთა მხედრობის, წმინდანთა ნაწილების გვერდით. მოხსენიებას ასრულებენ მღვდლები. მსხვერპლის შეწირვის მომენტში ჩვენი ახლობლები ქრისტეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდანთა სულებისა და ანგელოზთა გვერდით არიან. ამის გამო ღმერთი აჯილდოებს მიცვალებულებს განსასვენებლით, ხოლო ცოცხლებს მფარველობით და ლოცვა-კურთხევით. მოვიყვანოთ უამრავი სასწაულებრივი დახმარების შემთხვევიდან ერთი. 1922 წელს შუა აზიაში ომის დროს იმყოფებოდა ერთი მესინელი ოჯახის შვილი. შინაურები ძალიან ღელავდნენ და მისთვის ღამითაც კი უკვეთავდნენ წირვას. დილის 5 საათზე დადგა მომენტი, როდესაც მღვდელმა წარმოთქვა შენი შენთაგან. ახლობლები განსაკუთრებული გულმოდგინებით ლოცულობდნენ თავიანთი ჯარისკაცისთვის. რამდენიმე დღის შემდეგ მათ მიიღეს წერილი, სადაც ის წერდა, რომ ზემოთ აღნიშნულ ღამეს იგი ჩავარდა ტყვედ. მაგრამ დილის 5 საათზე შეძლო გაქცევა. აი, რა მნიშვნელობა აქვს მოხსენიებას. სანთელი. ჯერ კიდევ კატაკომბებში სანთელს იყენებდნენ არა მარტო გასანათებლად, არამედ როგორც ღვთისთვის მირთმეულ ძღვენსაც. დღეს ისინი გამოხატავენ ჩვენს ლოცვით განწყობას. ათანასე დიდი წერდა, ჩვენ მოგვაქვს სანთლები, ზეთი და საკმეველი. უფლისთვის კი შეიძლება სანთელით საკმარისი აღმოჩნდეს იმის ნიშნად, რომ მოხდა შერიგება ჩვენსა და ღმერთს შორის. საკმეველი. იგივე შეიძლება ითქვას საკმეველზეც. მას ორმაგი მოქმედება აქვს. საკმეველს ვუნთებთ ღმერთს კეთილსურნელებისათვის, რათა გარდამოგვივლინოს სული წმინდის მადლი. საკმეველს ვაკმევთ ეშმაკის გამოც, მაგრამ მისთვის ეს სუნი მომოკვდინებელია, იტანჯება და მირბის შერცხვენილი. არ შეუძლია მისი ატანა. აი რატომ აკმევენ პარაკლისის დროს და მანამდე, სანამ დაიწყება საღვთო ლიტურგია, საჭიროა ტაძრიდან ავისულების განდევნა. იმიტომ უკმევენ ემბას ნათლობის საიდუმლოს დაწყებისას, რათა წყალში არ დაიმალოს შავი დემონი. აი, რატომ არის აუცილებელი საკმეველი ღვთისმსახურებისა და საიდუმლოთა შესრულების დროს.